მოგესალმებით. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, რომელიც გლობალური deep state-ის გავლენის ქვეშ იმყოფება. და ეს მოცემულობა, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ჩანს ყველა ეტაპზე. იმდენად, რამდენადაც გლობალიზმისა და ნეოლიბერალიზმისთვის მიუღებელია ყველაფერი ტრადიციული და ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული, ამდენადვე მიუღებელია ევროკავშირისთვის ყველაფერი, რაც ნამდვილ, ისტორიულ, ევროპულ იდენტობასა და კულტურას უკავშირდება. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ევროპულ იდენტობას იცავს და ბრიუსელის ბიუროკრატიას ეწინააღმდეგება, მტრად ცხადდება. და თუ კი მტრად ცხადდება, საჭიროა მათთან ბრძოლა. თან ბრძოლა ნებისმიერი მეთოდებით, როგორც იტყვიან წესების გარეშე. ასე წესების გარეშე იბრძოლეს რუმინეთში კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ. ასე წესების გარეშე დახურეს მედიები და გააუქმეს პოლიტიკური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში. ევროკავშირმა კი ამას ტაში დაუკრა. ამჯერად ასე ერთი ხელის მოსმით გაანეიტრალეს მარინ ლეპენი, საფრანგეთის მემარჯვენე პარტიის ეროვნული გაერთიანების ლიდერი. მარინ ლეპენს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად. 2 წელი მკაცრი სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით, ანუ შინაპატიმრობით და 2 წელი პირობითი სასჯელი. ამას როგორც ჩვენთან იტყვიან, კიდევ აიტანდა კაცი. ასეთ განაჩენს გააპროტესტებდა ლეპენი და ვინც ის შეიძლება გამართლებულიც გამოსულიყო. მაგრამ ეს განაჩენი არ არის არსებითი. არსებითი არის შემდეგი. ლეპენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, რაც ნიშნავს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. განაჩენი ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. ორი სიტყვით ვთქვათ, თუ რას ედავებოდნენ ლეპენს. მარინ ლეპენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. საუბარია 2004-დან 2016 წლამდე პერიოდზე. მართლა ჩაიდინეს თუ არა ლეპენმა და მისმა თანამშრომლებმა აღნიშნული ქმედება, ძნელი სათქმელია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია საქმის აღძვრის და სასამართლო განაჩენის გამოტანის კონტექსტი. ლეპენმა საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო ბოლო გამოკითხვებით ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. იმისთვის, რომ გავიგოთ ლეპენის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზეზი, გასული წლის ამბები უნდა გავიხსენოთ. გასული წლის ივნისის შემდეგ ემანუელ მაკრონისთვის პოლიტიკური კრიზისი უკვე დღის წესრიგი გახდა. პირველ რიგში ეს გამოჩნდა 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში, სადაც მისმა პარტიამ იმდენად დაბალი შედეგი აჩვენა, რომ მაკრონს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწია. შედეგად მხოლოდ ფრანგული საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური მოცემულობის წყალობით მოხდა, რომ მაკრონმა და სხვა პარტიებმა კოალიციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თორემ აშკარა უპირატესობა მარინ ლეპენისა და მისი პარტიის მხარეს იყო. აქ ფრანგულმა დემოკრატიამ ნამდვილი სახე აჩვენა. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები წინასწარვე 2 ტურად იმართება. მეორე ტური კი წესით იმ შემთხვევაში უნდა ინიშნებოდეს, თუ პირველ ტურში უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს. ფრანგული საარჩევნო სისტემა საშუალებას აძლევს მეინსტრიმ პარტიებს მეორე ტურისთვის უკეთ მოემზადონ და არასისტემური პარტია გაანეიტრალონ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლეპენის მემარჯვენე პარტიის დაწინაურება და მისი უმრავლესობით მოსვლა კატეგორიულად მიუღებელი იყო საფრანგეთისა და ევროკავშირის პოლიტიკური ელიტისთვის, რაც მთავარია გლობალური deep state-ისთვის, რომლებიც აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე მელანშონის მემარცხენე და მაკრონის ცენტრისტულმა პარტიებმა ერთმანეთის სასარგებლოდ 200-ზე მეტი კანდიდატი მოხსნეს, რათა ლეპენის პარტიისთვის უპირატესობა არ მიეცათ. შედეგად გეგმამ გაამართლა. მართალია, მაშინ ლეპენი თითქოს გაანეიტრალეს, მაგრამ 2027 წელი და საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. შესაბამისად, საჭირო იყო ლეპენის ისე განეიტრალება, რომ მესამე ვადით პრეზიდენტობის მსურველი მაკრონისთვის საფრთხე არ შეექმნა. მაგალითად, როგორც რუმინეთში მოხდა. კალინ ჯორჯესკუს ცესკომ და შემდგომ სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ამას ემატება ზოგადი ტენდენცია ევროკავშირში, რაც ოპონენტების გაქრობას და აკრძალვას გულისხმობს.
გერმანიაშიც იყო მსგავსი მცდელობა, როდესაც ბუნდესტაგში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ. ეს ყველაფერი უკვე ტენდენცია ხდება ევროკავშირისთვის, რაც საგანგაშოა და გვახსენებს შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის სიტყვებს ევროკავშირის ძალიან სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად თქვა, რომ ევროკავშირში დემოკრატია ნადგურდება. ბრიუსელის ბიუროკრატია კი გულმოდგინედ აგრძელებს დემოკრატიის განადგურების პროცესს ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები საქართველოსთან და შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. კომიკურია, როდესაც აშკარა სისხლის სამართლის დამნაშავეებს ლამის მთელი ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა გულშემატკივრობდა და ამ დროს მათივე კავშირის წევრ ქვეყნებში ოპონენტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ იმის გამო, რომ მათი გამარჯვების ეშინიათ. საფრანგეთის ელჩიც ყველას გვახსოვს. მისი ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის ხარისხიც ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებსაც ესწრებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ქალბატონი საფრანგეთის ელჩი საფრანგეთში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსის ასე განეიტრალებასა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების წართმევაზე. საინტერესოა, დაესწრებოდა თუ არა ლეპენის სასამართლო პროცესებს მხარდამჭერის როლში ქალბატონი საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი. საფრანგეთში დემოკრატიის შავი დღის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. დამნაშავეა. ამ ერთმა სიტყვამ საფრანგეთი დემოკრატიას დააშორა და ყველა ის ნეგატიური პროცესი გამოაჩინა, რაც აქამდე ევროკავშირში ან უხილავად მიდიოდა, ან რიგ შემთხვევაში ამდენად მძაფრად არ იგრძნობოდა. პარიზის სასამართლომ ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარი ლეპენი დამნაშავედ ცნო. მას 5 წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრა აეკრძალა. დაჯარიმდა 100,000 ევროთი. მიესაჯა 4 წლიანი პატიმრობა, საიდანაც 2 წელი პირობითი სასჯელია, 2 კი შინაპატიმრობაში სამაჯურით უნდა მოიხადოს. ყველაზე მთავარი კი მარი ლეპენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. სხვა გადაწყვეტილებას არ ცელოდნენ. სასამართლო რომ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, წინასწარ ცნობილი იყო. ამისთვის კანონებიც კი შეცვალეს. Deep State-მა ყველაფერზე იფიქრა და იზრუნა. გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერაფერს შეცვლის. გადაწყვეტილება სასამართლომ 31 მარტს გამოაცხადა. 28 მარტს კი საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთში არჩეული თანამდებობის პირი, მაგალითად პარლამენტარს, მერს ან სხვა ოფიციალურ პირს, შეუძლიათ ჩამოაშორონ თანამდებობას, თუ ის დამნაშავეცნეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს აპელაციის უფლება და საბოლოო განაჩენი არ არის დამდგარი. საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და ისტორიულია, იმიტომ რომ აქამდე დანაშაულში ბრალდებულ პირებს შეეძლოთ სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართათ. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, ისინი სტატუსსაც ინარჩუნებდნენ და თანამდებობასაც. პოლიტიკაში აქტიურობისა და კენჭისყრის უფლებაც ჰქონდათ. მაგრამ ამ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ვინმე დამნაშავეცნეს, ის მაშინვე უნდა ჩამოაშორონ თანამდებობას. განაჩენი ძალაში შედის, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პროცესი ჯერ წინ არის. გამოცემა პოლიტიკო წერს. საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გზას უხსნის მარინ ლეპენისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას. დიახ, ეს ჯერ თეორია და თეორიულად ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ლეპენს არჩევნებიდან მოხსნიან მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ დამდგარი არ იქნება. პრაქტიკაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პირველად ლეპენზე გამოიყენებენ. ეროვნული გაერთიანების ლიდერმა და ევროპარლამენტარმა ჯორდან ბარდელამ თქვა, რომ მარი ლეპენის დასჯით ფრანგული დემოკრატია დაისაჯა. დღეს უსამართლოდ გასამართლდა არა მხოლოდ მარინ ლეპენი, არამედ დაისაჯა ფრანგული დემოკრატია. იტალიის კონსერვატიული პარტიის ლიგის ლიდერმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ ეს განაჩენი ბრიუსელის მიერ ომის გამოცხადებად მოიხსენია. ეს ჰგავს ცუდ ფილმს, რაც სხვა ქვეყნებშიც ვნახეთ, მაგალითად რუმინეთში. ნიდერლანდების ყველაზე პოპულარულმა პოლიტიკოსმა, გერტ ვილდერსმა, ამ საქმეზე კომენტარი ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა. მისი თქმით, საქმე დემოკრატიას სრულიად სცილდება. შოკირებული ვარ მარინ ლეპენის წინააღმდეგ წარმოუდგენლად მკაცრი განაჩენით. 100%-ით უჭერ მხარს და მჯერა, რომ ის მოიგებს სააპელაციო პროცესს და გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი. საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, ერიკ სიოტიმ უკვე ღიად იკითხა. ვინღა მიიჩნევს საფრანგეთს დემოკრატიულ სახელმწიფოდ?
უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მემარჯვენეებს უტევენ, გამოწვევა მიღებულია. მარი ლეპენი საფრანგეთში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მისი რეიტინგი 40%-ს აღწევს. გამოძიების მიხედვით, მარი ლეპენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში. ამბავს France 24 კრიმინალურ ტონალობაში ყვება. ისე თითქოს საქმეს არც პოლიტიკური მდგენელი აქვს და არც ეჭვებს აჩენს. 12 წლის განმავლობაში ევროპარლამენტის ფონდს იყენებდნენ დეპუტატების ასისტენტებისთვის. რეალურად კი ეს თანხები პარტიის საჭიროებებისთვის იხარჯებოდა პარიზში. მაგალითად, ერთ-ერთი პირი, რომელიც ახლა უკვე მსჯავრდებულია, პარტიამ პარლამენტარული ასისტენტის სტატუსით გამოაცხადა. თუმცა რეალურად ის სრული განაკვეთით პირადი დაცვის თანამშრომელი იყო. მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ ეს შეუძლებელია, ეს ორი განსხვავებული პროფესიაა. საერთო ჯამში დაახლოებით 3 მილიონი ევრო ევროპარლამენტიდან სხვა მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რაც თანხების გაფლანგვას წარმოადგენს. თავად ლეპენი აცხადებს, რომ ისინი არ იყვნენ მიმაგრებული რომელიმე დეპუტატზე. მუშაობდნენ როგორც ფრაქციაზე, ისე პარტიაზე, რადგანაც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ძნელია მათი გამიჯვნა. სამართლებრივი სახელმწიფო სრულიად შეილახა მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ ხელი შეუშალა სააპელაციო პროცესს. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს შეიძლება შეეშალოთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მათ სრული უგულებელყოფა გაუწიეს ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვას. ჩვენი პროცესის პირველი საათებიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ მიმართ მიკერძოებული განაჩენი იქნებოდა. მე გამომრიცხეს, მაგრამ სინამდვილეში გარიცხეს მილიონობით ფრანგი. Deutsche Welle Deep State-ის მიერ მართული მედიაა. ამიტომაც ფოკუსს უფრო სასამართლოზე აკეთებს. ჯერ მის პოზიციას გვამცნობს. შემდეგ კი რაღაც კვლევას, რომლითაც თურმე კარგად ჩანს, როგორ უჭერს ხალხი მხარს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოსამართლეებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ისინი გადაწყვეტილებას არიღებენ პოლიტიკურ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რომ ის უბრალოდ მოქალაქეა, როგორც ყველა სხვა და მას ბრალი ედება თანხების გაფლანგვის სისტემის ხელმძღვანელობაში. ამ საფუძველზე პროკურორები მკაცრ სასჯელს ითხოვენ, რაც შეეხება საზოგადოებას. ახლახან გამოქვეყნდა ერთი გამოკითხვა, სადაც ხალხმა თქვა დიახ, ლეპენი დამნაშავეაო. სხვათა შორის, ესეც ძალიან საინტერესო სიმპტომია. Deep State-ის განკარგულებაში ბევრი მედია საშუალებაა და როცა ევროკრატებს გზიდან ვინმეს ჩამოშორება სურთ, ისინი მაშინვე აგორებენ მათ წინააღმდეგ შავპიარს. საზოგადოებას იმ ვერდიქტს საჩვევენ, რომელიც ევროკრატებს კულისებში ამა თუ იმ პირისთვის უკვე გამოტანილი აქვთ. ლეპენის შემთხვევაშიც ასეა. ისტორიას კრიმინალურ ჟანრში აშუქებენ. და მერე რა თუ ამ საქმეს სხვა ბევრი ძალიან საინტერესო დეტალი აქვს, რაც მას თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად აქცევს. ეს არც აინტერესებთ. არ აინტერესებთ, რომ საქმე ეხება 2004-2016 წლებს. გამოძიება დაიწყო ანონიმური წყაროს შეტყობინების შემდეგ და დაიწყო ზუსტად მაშინ, როცა მარინ ლეპენმა პარტიის სადავეები ხელში აიღო. პოლიტიკაში მამის ადგილი დაიკავა და რებრენდინგი დაიწყო. პირველად სწორედ მაშინ შენიშნეს მისი მოძრაობა ევროკრატებმა და შავი დღისთვის საქმეც მაშინვე აღუძრეს. თუმცა აქტიური მსვლელობა მას მაშინ მისცეს, როცა ლეპენმა მაკრონს ჯერ ევროპარლამენტის არჩევნები მოუგო, შემდეგ კი ეროვნული არჩევნებიც. მაგრამ ყველაფერი ეს Deep State-ის მედიისთვის მნიშვნელოვანი არ არის. უფრო საინტერესოა ის, რასაც Deutsche Welle-ს ჟურნალისტი იტყვის. ის ხომ თავად ითხოვდა ყველა დამნაშავის დასჯას. ახლა რა უკვირსო? წარსულში როგორც იცით, თავად ითხოვდა უფრო მკაცრ სასჯელებს, უჩიოდა პოლიტიკოსებს, რომლებიც თანხების გაფლანგვასა და კორუფციაში იყვნენ ბრალდებულნი. ტელეშოუებში ამბობდა, რომ ფრანგები ამ ყველაფრით დაღლილები არიან და აღარ სურთ ასეთი პოლიტიკოსები მართავდნენ მათ ქვეყანას, ასე რომ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოკლედ, Deep State-ის მიზანი იყო არ დაეშვათ ლეპენი არჩევნებზე. მანამდე მოეხდინათ მისი განეიტრალება, სანამ ფონ დერ ლაიენის ევროკრატების კლუბს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. ლეპენმა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური საქმე უწოდა და განაცხადა, რომ პროკურორები ფრანგებს არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ. მაკრონს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. სინდისი შეახსენა და პოლიტიკურ კრიზისში დაადანაშაულა. მაგრამ მაკრონი წასვლას არ აპირებს. იმდენად სუსტი და ურეიტინგოა, რომ მთავრობის დაკომპლექტებაც კი ვერ შეძლო. 2024 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დანიშნა. თუმცა ბარნიეს მთავრობას პარლამენტმა მალევე გამოუცხადა უნდობლობა. ის გადადგა, მერე ხანგრძლივ კონსულტაციებში გადაეშვა. მასთან მუშაობა უკვე აღარავის სურს.
მაგრამ ასეთი დაბალი რეიტინგის მიუხედავად 2027 წელსაც სურს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება. მაგრამ მანამდე გზიდან ის უნდა ჩამოიშოროს, ვისაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ლეპენი, მას საარჩევნო მარათონი დაუკეტეს. დემოკრატია, ხალხის ნება და პოლიტიკური კრიზისი არ აინტერესებთ. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საფრანგეთში სერიოზული კითხვები გააჩინა. ტელეგრაფის წამყვანი დონალდ ტრამპის შემთხვევას იხსენებს, რომელსაც არჩევნების წინ უწევდა სასამართლოებში სიარული და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მართლაც სერიოზულ კითხვებს აჩენს საფრანგეთში. ეს ჰგავს იმას, რაც დონალდ ტრამპის შემთხვევაში ხდებოდა ამერიკაში, ანუ სასამართლო ხელს უშლის იმათ, ვისიც პრეზიდენტობაც არ სურთ. ასე მოხდა რუმინეთში. დამოუკიდებელმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მეორე ტურში ბრძოლა მასსა და ელენა ლასკონის შორის უნდა გამართულიყო, მაგრამ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები მთლიანად გააუქმა. ახალი არჩევნები მალე გაიმართება, თუმცა სასამართლომ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ასე მოხდა საფრანგეთში. სასამართლომ ლეპენის საარჩევნო მარათონს ჩამოაშორა. ასე მოხდებოდა საქართველოშიც. აქ ხალხისთვის არჩევანის წართმევას სისხლიანი რევოლუციით გეგმავდნენ. თანამედროვე დემოკრატიული მეთოდებით ჩატარებულ არჩევნებზე კი გვითხრეს. ეს არჩევნები არ არისო. ევროდეპუტატმა როთიმ პირდაპირ თქვა: მე გეტყვით არჩევნები ჩატარდა თუ არაო. და ეს ყველაფერი ხდება ევროპაში. ხდება მაშინ, როცა ბრიუსელიდან გამუდმებით გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების დაცვაზე, საარჩევნო და ელექტორალურ დემოკრატიაზე. თავად კი კონკურენტების ჩამოსაშორებლად სასამართლოებს იყენებენ. ხელისუფლების შესანარჩუნებლად ხალხს არჩევანს ართმევენ. სად არის ყველა ეს ნარატივი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, როცა Deep State-ის ინტერესებს დასჭირდა, მათ მკაცრ და დიქტატორობისთვის დამახასიათებელ ზომებს მიმართეს. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, მათ აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა. მათ შეხედულებებსა და მიდგომებს არ შეიძლება ალტერნატივა გაუჩნდეს. მაგალითად, Deep State ამბობს, რომ საჭიროა ომი უკრაინაში. მშვიდობაზე არავინ არ უნდა ილაპარაკოს. როცა Deep State ამბობს, რომ არსებობს გენდერების უთვალავი ვერსია, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს და თქვას, რომ არსებობს მხოლოდ ქალი და კაცი. არავინ არ უნდა გაბედოს განსხვავებული ნარატივის შემოტანა. თუ არ იქნება ალტერნატივა, მაშინ ხალხს არ ექნება არჩევანი და მოუწევს Deep State-ის პოლიტიკის მიღებაც და დამორჩილებაც. ამიტომაც დუმს ბრიუსელი. ადრე რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოზე დახუჭა თვალები. ახლა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება დააიგნორა. როგორც ვხედავთ, Deep State-ს ხელში სერიოზული ბერკეტები უჭირავს. სასამართლოს როგორც წესი ბოლოს მიმართავენ ხოლმე, როცა სხვა ყველა მეთოდი უკვე ამოწურული, მოსინჯული და გამოყენებულია. სწორედ მაშინ ბოლო სიტყვას სასამართლო ამბობს. ყველაფერი კი მედიით იწყება. მედია საშუალებებს Deep State ყველა ქვეყანაში ფლობს. ყველა ქვეყანაში მუდმივად იკვლევს ხალხის განწყობებს. ამიტომაც როგორც რეიტინგებში მათთვის მიუღებელი ფიგურები სახიფათო დონეს აღწევენ, მაშინვე მათ მიერვე კონტროლირებადი მედიის პირველ გვერდებზე ინაცვლებენ. მედია მეპატრონეებთან ფულთან ერთად ინსტრუქციებიც მიდის. იწყება შავი პიარი. ჩნდება მასიური დეზინფორმაცია, გაურკვეველი სკანდალური ამბები. ასე მოხდა ლეპენის შემთხვევაშიც, ჯორჯესკუს შემთხვევაშიც. Deep State-ისთვის მიუღებელი ფიგურები ჯერ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფებად ინათლებიან, შემდეგ პუტინის მეგობრებად, შემდეგ დემოკრატიის მტრებად. ასეთი ტერმინებით ცდილობენ ხალხს მათზე ნეგატიური შთაბეჭდილება შეუქმნან. რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ მტკიცებულებებს არც არავინ კითხულობს. Deep State-ის ინსტრუქციებია მთავარი, მაგრამ თუ მილიონობით დახარჯული ფული შედეგს არ იძლევა, Deep State-ისთვის მიუღებელი ფიგურა რეიტინგს მაინც ინარჩუნებს და არჩევნებს იგებს, მაშინ უკვე განაჩენი სასამართლოს გამოაქვს. შემთხვევითი არ არის, რომ ოვალურ კაბინეტში შესვლის შემდეგ ტრამპმა USAID-ის ყველა ის პროგრამები გააუქმა, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით Deep State საკუთარ შეხედულებებს შავი პიარის საწარმოებლად აფინანსებდა. მაგრამ ბრძოლა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ სახიფათო ფაზაში შედის. მემარჯვენეები დანებებას არ აპირებენ. ლეპენი ამბობს, რომ გამოსავალს იპოვნის და ფრანგი ხალხი გაიმარჯვებს.
მარინ ლეპენის წინააღმდეგ განაჩენი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც გააკრიტიკეს. განაჩენს გამოეხმაურნენ უნგრეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრები და სასამართლო გადაწყვეტილება დაგმეს. როგორც ჩანს, კონსერვატიული და მემარჯვენე ძალების ელექტორალური წარმატებით შეშფოთებულმა Deep State-მა გავლენების შესანარჩუნებლად ფართო მასშტაბიანი ბრძოლა გამოაცხადა იმ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც აგენტოკრატიის როლის შესრულებაზე თანხმობას არ აცხადებენ. ამ ბრძოლას უნდა მივაწეროთ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია. ევროკავშირში განიხილავენ უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევისა და მორიგი ფინანსური სანქციების დაწესების საკითხს. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.